ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ პლატფორმა Truth Social-ზე განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ძალიან ხანგრძლივი და წარმატებული საუბარი ჰქონდა. როგორც ტრამპი აღნიშნავს, მხარეები შეთანხმდნენ, რომ რუსეთის ომი უკრაინაში უნდა დასრულდეს. ახლახან მქონდა ხანგრძლივი და საკმაოდ შედეგიანი სატელეფონო საუბარი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან. განვიხილეთ უკრაინის, ახლო აღმოსავლეთის, ენერგეტიკული სფეროს, ხელოვნური ინტელექტის და მრავალი სხვა საკითხი. ორივე მხაზე გავუსვით ჩვენი ერების დიდ ისტორიას და იმ ფაქტს, რომ ერთად წარმატებით ვიბრძოლეთ მეორე მსოფლიო ომში. იმის გათვალისწინებითაც, რომ რუსეთმა ჩვენ მსგავსად ათობით მილიონი მოქალაქე დაკარგა. როგორც ორივე შევთანხმდით, გვსურს უკრაინაში შევაჩეროთ მილიონობით მოქალაქის სიკვდილი, რომელსაც რუსეთის ომი იწვევს. პრეზიდენტმა პუტინმა ჩემი წინასაარჩევნო კამპანიის ძალიან ძლიერი გზავნილიც კი გამოიყენა, საღი აზრი. ჩვენ ორივეს ძალიან გვჯერა ამის. შევთანხმდით ერთობლივ და მჭიდრო თანამშრომლობაზე, მათ შორის ერთმანეთის ქვეყნების სტუმრობაზე. ასევე შევთანხმდით, რომ ჩვენი გუნდები დაიწყებენ დაუყოვნებლივ მოლაპარაკებებს და პირველ ყოვლისა დავიწყებთ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ზარით, რათა შევატყობინოთ საუბრის შესახებ. სახელმწიფო მდივანს მარკ რუბიოს, ცენტრალური დაზვერვის ხელმძღვანელს ჯონ რედკლიფს, ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველს მაიკ უოლტსა და ახლო აღმოსავლეთში სპეციალურ წარმომადგენელს სტივ ვიტკოპს ვთხოვეთ წარმართონ მოლაპარაკებები, რომლებიც ღრმად დარწმუნებული ვარ, წარმატებული იქნება. მილიონობით ადამიანი დაიღუპა იმ ომში, რომელიც არ დაიწყებოდა მე რომ პრეზიდენტი ყოფილიყავი. თუმცა ის დაიწყო და ახლა უნდა დასრულდეს. არც ერთი სიცოცხლე არ უნდა დაიკარგოს. მსურს მადლობა გადაუხადო პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ამ სატელეფონო ზარისთვის, დათმობილი დროისა და ძალისხმევისთვის. ასევე მარკ ფოგელის გათავისუფლებისთვის, რომელსაც გასულ ღამეს თეთრ სახლში შევხვდი. ჯერა და ვიმედოვნებ, მალე ეს ძალისხმევა წარმატებულ დასასრულამდე მიგვიყვანს. მოგვიანებით დონალდ ტრამპმა ჟურნალისტების შეკითხვებსაც უპასუხა. მისი თქმით, პუტინის შემდეგ ის უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკისაც ესაუბრა და დარწმუნდა, რომ მასაც მშვიდობის მიღწევა სურს. ჩვენ შესანიშნავი საუბარი გვქონდა და ის დიდხანს გაგრძელდა, 1 საათზე მეტხანს. აგრეთვე მე ძალიან კარგი ზარი მქონდა პრეზიდენტ ზელენსკისთან და ვფიქრობ, რომ ჩვენ მშვიდობისკენ მიმავალ გზაზე ვართ. ვფიქრობ, პრეზიდენტ პუტინს მშვიდობა სურს, პრეზიდენტ ზელენსკისაც მშვიდობა სურს და მეც მშვიდობა მსურს. მსურს ადამიანების სიკვდილი შეწყდეს. დონალდ ტრამპმა ისაუბრა ნატოში უკრაინის გაწევრიანების პერსპექტივაზეც. ის სრულად დაეთანხმა თავდაცვის მდივნის პიტ ჰექსეთის განცხადებას იმის შესახებ, რომ უკრაინის ნატოში წევრობაზე მსჯელობა ირაციონალურია. არ მგონია, რომ პრაქტიკულია. ვიცი, რომ ჩვენმა შესანიშნავმა თავდაცვის მდივანმა დღეს გააკეთა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანება ნაკლებად სავარაუდო და არაპრაქტიკულია. ვფიქრობ, ეს სწორია. პრეზიდენტ პუტინამდეც დიდი ხნით ადრე ამბობდნენ, რომ არავითარ შემთხვევაში ნატოში უკრაინას არ დაუშვებდნენ. ისინი დიდი ხანი ამბობენ, რომ უკრაინა ნატოში ვერ შევა და მე ამაზე პრობლემა არ მაქვს. მოვლენებს გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც. თავის ვიდეო მიმართვაში ზელენსკი აღნიშნავს, რომ ესაუბრა დონალდ ტრამპს, რომელმაც მას პუტინთან საუბრის დეტალები მოუყვა. პრეზიდენტმა ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ამერიკის შეერთებულ შტატებს გაწეული ძალისხმევისთვის და განაცხადა, რომ არავის სურს მშვიდობა ისე, როგორც უკრაინას. ქონდა საუბარი პრეზიდენტ ტრამპთან. კარგი და სიღრმისეული დისკუსია იყო. მადლობელი ვარ, რომ პრეზიდენტი ინტერესდება იმით, თუ როგორ შეგვიძლია მშვიდობის დასამყარებლად ერთობლივი მუშაობა. გრძელი საუბარი ჰქონდა. ბევრი თემა განვიხილეთ, დიპლომატიური, სამხედრო, ეკონომიკური და პრეზიდენტმა ტრამპმა შემატყობინა იმის შესახებ, თუ რა უთხრა მას პუტინმა. გვჯერა, რომ ამერიკის ძალა საკმარისია, რათა რუსეთსა და პუტინს მშვიდობა აიძულოს. ჩვენთან ერთად და ყველა ჩვენს პარტნიორთან ერთად. ჟურნალისტის შეკითხვაზე განიხილავს თუ არა უკრაინას თანაბარ მოთამაშედ მოლაპარაკების პროცესში, ტრამპმა აღნიშნა, რომ მთავარია მშვიდობა და ადამიანების სიკვდილის შეჩერება. ზუსტი გეგმა იმის შესახებ, თუ როგორ მოხდება ომის დასრულება, დონალდ ტრამპს არ გაუჟღერებია. თუმცა ის ამბობს, რომ პუტინთან შეხვედრას გამართავს და ის მას ვაშინგტონში ელოდება მას შემდეგ, რაც მოსკოვში ჩავა.